სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დანო, ჩვენ ვაგრძელებთ იმ თემას, არაჩვეულებრივ თემას, მოძღვრისა და მრევლის სიყვარულის თემას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აი ამ დიდ სიყვარულში პავლემ გამოხატა ის დიდი იდეა, რაც ამ ქვეყანად ყველაზე მთავარია. როდესაც ის იყო მდევნელი და ქრისტე პირდაპირ გამოეცხადა და შემდეგ 3 წელი არაბეთის უდაბნოში ყოველღამე ეცხადებოდა და ასწავლიდა ქრისტიანობის შესახებ, მათ შორის უთხრა, რომ 67 ფსალმუში, სადაც წერია ზეიმი ისრაელისა ყოველი დროის, ანუ ძველ აღთქმისა და ახალი აღთქმის, რომ წინ მხტომი ბენიამინის ტომიდან ეს იყო პავლე მოციქული. წარმოიდგინეთ ახლა, რა პიროვნება უნდა ყოფილიყო პავლე მოციქული, რომ ჯერ როდის მრავალი საუკუნით ადრე ფსალმუში დაიწერა პავლე მოციქული და როდის პავლე დაიბადა და როდის ღმერთმა პირდაპირ განსაზღვრა ვინ იყო პავლე, რა თვისებები ჰქონდა, რის გამო იყო ესეთი რჩეული და წარმოიდგინე რა დღეს ჩავარდებოდა პავლე, როდესაც ან ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, აი უბრალოდ ვფიქრობ, რომ არაბეთის უდაბნოში პავლე რომ მივიდოდა დათქმულ ადგილზე და ქრისტე რომ მოვიდოდა, რომ დაჯდებოდნენ და ესაუბრებოდა. რა პიროვნება იყო ეს პავლე? ჩემო ძვირფასებო და პავლემ გადმოგცა ყველაზე მთავარი, რომ ამ ქვეყნად არაფერია, ყველაფერი ამაოა, ყველაფერი, ამას ხო გძნობ ჩვენ, ჩემო ძვირფასებო, ხო? რაც არ უნდა კარგად იქონდეს მოწყობილი ადამიანის ცხოვრება, ხო სიკვდილი წინ არის, წარმოიდგინეთ რა ამაოა ეს ყველაფერი და ყველაზე მთავარი პავლე მოციქულიდან ნასწავლი, რაც ვიცით ქრისტესგან დარიგებული პავლე მოციქულიდან, ეს არის მარადიული ცხოვრება, ჩემო ძვირფასო. რა თქმა უნდა, უფალმა იცის ჩვენი სისუსტეები. ჩვენ ხო დაცემული ადამიანები ვართ, ადამიანი, ყოველი ადამიანი, რა თქმა უნდა, დაცემული ბუნებს იცის ჩვენი ყველაფერი და როგორი მოწყალია უფალი, ჩემო ძვირფასებო, რომ ამ ქვეყნად ბევრ რამეს გვაძლევს ჩვენ, ვისი ღირსიც არა ვართ. ერთი პირობა აქვს, ხოლო ჩემზე იფიქრეო, პირველად სასუფეველსა ღვთისასა იფიქრეო და ესე ყოველი რაც ჩვენ გვიყვარს, სახლია, კარია, საჭმელია, სასმელია, აი ხო გახსოვთ მე ვთქვი ერთხელ გადაგება ლილოს ბაზრობას, რომ უახლოვდები მეთქი, აი იქ უნდა ეს სიტყვები უნდა დიდი ასოებით დაწერონ. პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღვთისა და ესე ყოველი აი ლილოს ბაზრობაში რაც არის შეგეძინოთ თქვენ. აცხოვრის სიტყვებია, ჩემო ძვირფასო. გამიგეთ? ხო და ისეთი მოწყალია უფალი. ყველაფერს გვაძლევს. 6 დღეო უფალმა ბრძანა, თქვენი საქმე იქმოდეთო. წარმოიდგინეთ, და მხოლოდ 1 დღე ისეთ რამოდენიმე საათი წირვაზე, ხო, ლაპარაკია წირვაზე, 1 დღე მომიძღვენით მეო, კვირა დღე. ამიგეთ, გამოწყალია უფალი და ესე ყველაფერი და პავლე ჩვენ ამ დიდ სიხარულს გადმოგცემს, ამ უზარმაზარ სიხარულს გადმოგცემს. და მე მიმოვიხილე ძალიან მოკლედ, რომ რა ბედნიერები იყვნენ ის ქრისტიანები, რომელთა სულიერი მოძღვრები იყვნენ პავლე მოციქული, პეტრე მოციქული, გესმით თქვენ, ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და ასე შემდეგ 12 70-თაგანი მოციქული, მოძღვარი რო გეყურება
პავლე მოციქული, ჩემო ძვირფასებო, რამდენი იყო, ხო, რომ პავლე თვლიდა მათ და რა სიყვარულს გამოხატავდა. პირველ კორინთელთა 9-ში პავლე ამბობს, თუ ვახარებ არაფერი მაქვს სასიკადულო, ვინაიდან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობა და ვაიმე თუ არ ვახარებ, აქ დაფარული ის არის, ჩემო ძვირფასებო, რომ თუ მას ქრისტიანობას მე დამალულად რაღაცას მალავ, რაღაცას არ გეუბნებით, გამიგეთ? აი აქ ლაპარაკი იმაზე, ლიბერალები, რომლებიც იმის მიხედვით ქადაგებენ და მოარგებენ ქრისტიანობას, როგორც სურდა, როგორც უნდა. აი ეს არ არის უკვე ქადაგება. ვაიმე თუ არ ვახარებ იმას, რაც ვახარა ქრისტემო. აი ეს იგულისხმება აქ. გადავწყვიტე პირველ კორინთელთას მეორე თავში ამბობს პავლე, არაფერი მცოდნოდა გარდა იესო ქრისტესი, ისიც ჯვარცმულისა. იმიტომ რომ ჩემო ძვირფასებო, ყველა იდეა, ყველაფერი იშლება აი ამ იდეის წინაშე, ქრისტიანობის წინაშე. იმიტომ რომ თქვენი ადამიანი დააკვირდება, რომ ეს ცხოვრება რა არის, ხო ერთი წამია და ესე იგი მარადიულობა ყოფილა მთავარი. და მარადიულობას ჩვენ მხოლოდ ქრისტიანობა გვიხსნის. არც ერთი და არაფერი სხვა. არავინ არ გვიხსნის სხვა. ზოგი ამბობს არაფერი არ არის, ზოგი ამბობს ვაკუუმია, ზოგი ამბობს ნირვანა, ზოგი ამბობს გაუგებრად ამბობს საერთოდ რა არის იმ ქვეყნად. ქრისტე პირდაპირ ჭეშმარიტად დარწმუნებით მთელი მისი გახსოვთ ნერონს რო უთხრა ხო პავლე მოციქულმა, მე არ მოგკვდებიო, თუ მომკლავო, გამოგეცხადები, ცოცხალიო და ხო დარწმუნდებიო და იცი თქვენ ნერონი რო ზის თავის იმაში რა ქვია დარბაზში, თავი მოჭრეს უკვე პავლეს, მოკვეთეს თავი და გამოეცხადება ცოცხალი პავლე ნერონს, გაგვირვებული უყურებს ნერონს. ანუ თავარი ეს არის ჩემო ძვირფასებო მარადიული ცხოვრება, რასაც მომეტებულად გვასწავლის ჩვენ პავლე მოციქული, ქრისტესგან დარიგებული. ნახეთ რას ამბობს იგი ფილიპელთაში 3 თავში, ყველაფერი წაგება ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის გარეშე. არ ამბობს რომ ყველაფერი წაგება არის იმ ქრისტეს გარეშეო, გამიგეთ? არ ამბობს რომ არა ამოვება ყველაფერი ქრისტეს გარეშე, მართლა ამოვება, ჩემო ძვირფასებო. რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერი ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო. ეხლა არის ესეთი სულიერი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ხედავთ მორწმუნეებს, რომლებიც რაღაცა მთლიანად ეკლესიურ ცხოვრებაში არიან ჩაფლული, ეს ძალიან კარგია. მათ არ აინტერესებთ არც თეატრი, არც ოპერა, არც თქვათ კონცერტები და არაფერი და ვიცით ხო ესეთი ადამიანები, რომლებიც მთლიანად ჩაფლული არიან სულიერ ცხოვრებაში, რა უნდა ვთქვათ, მხოლოდ ის რომ შესანიშნავია და მშვენიერი. მაგრამ არ აქვს ზოგს ესეთი სულიერება, ხო ეს შეიძლება ერთეულები იყვნენ. ჩვენ ხედავთ ქრისტიანები დადიან ოპერაშიც, თეატრშიც, დისკოტეკებზეც და ასე შემდეგ, კონცერტებზე და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ისინი არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ ვინც ოქროპირი ამბობს, ვინც განიკითხავს, აი თუნდაც იმათ, ვინც თქვათ თლად ესე მომეტებულად არ ცხოვრობენ ეკლესიურად, ეს განკითხვა ისეთი საშინელი რამეა, ისეთი ბოროტებაა, ჩემო ძვირფასებო, რომ ჯობია მართლა იჯდე თეატრში, ოპერაში წახვიდე, იქ იჯდე და ესთეტიკურად მაინც განვითარდები, ვიდრე განიკითხო ადამიანი და იყო ბოროტი და იყო გაბოროტებული. გამიგეთ? ამიტომ ჯერ ერთი, მეორეც კიდევ ამბობ, რომ აი კვირა დღეს მოსული ადამიანი რადონეც არის სმის, რადონეზეც არ უნდა იყოს, კვირა დღეს რომ ადამიანი წირვაზე მოდის და ღმერთს თაყვანისცემს, ეს არის უკვე თაყვანისცემა ღვთისა, თაყვანისცემა ქრისტესი და ეს არის უკვე დიდი დასტური იმისა, რომ ეს ადამიანი ქრისტესთან არის და ქრისტეს თაყვანისცემს.
ჩვენ ხო მე იმაში რა ქვია რაღაც კრიტიკები წამოვიდა რამოდენიმე ჩემს მიმართ და მინდა რომ ახსნა ერთი გვაკრიტიკებს რომ ნეორო თქვი რომ აი ღლების შესახებ საწერიაო ერთი ამბობს რომ მეო გადავიკითხე ეს ადგილები რომელიც თქვენ მიგვითითეთო ანუ მე რომ მიუთითე და იქ სასაცილო იქ არ წერია ღლებზე იქ წერია ხუცესებზე ნუ ამ ადამიანმა ან სინონიმები არის რა არის ხუცესი ხო იგივე მღვდელია ჩემო ძვირფასო იცით როგორ მოვიდა სერგო ორჯონიკიძე ერთხელ გამოვიდა დიდი იყო ხო კომუნისტებმა დაიპყრეს ერთი მე-6 დედამიწის და გაიგუეხეს სერგო ორჯონიკიძე და გამოვიდა სიტყვით რომ დღეს ჩვენო კომუნისტებმა დედამიწის ერთი მე-6 დავიპყარითო მაგრამ მოვა დრო და მალე 1/12 იქნებაო ეგონა ხო ეგონა რომ გაადიდა და სინამდვილეში რაღაცა ესეთი რა მე და კიდევ დაჩოქება აღმოსავლეთით ყურება მარხვა ხატები ეს სანთლები ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო პირდაპირ წერია სახარებაში პირდაპირ არაფერი ეკლესიას აღებული არ აქვს თავის ყველაფერი პირდაპირ წერია მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილებში და აქედან აქვს აღებული რაც შეეხება ხატებს ძველ აღთქმაში იყო მხოლოდ ანგელოზების ხატები ხო გახსოვთ მოსეს მე სოლომონს უთხრა ღმერთმა რომ ანგელოზების ხატები მოკარგეო მთლიანად ტაძარში ესე იგი ძველი აღთქმის ტაძარში რო შესულიყავი სულ ხატები იყო საიდან მოიტანეს რომ ხატები არ წერია წმინდა წერილში უბრალოდ მაშინ 64-ის კარი დაკეტილი იყო მაშინ მხოლოდ ანგელოზები იყვნენ 64-ში და ამიტომ იხატებოდა ანგელოზების ხატები ხოლო როცა გაიხსნა ღვთისასუფეველი მე უკვე წმინდანების ღვთისმშობლის მაცხოვრის და წმინდანების ხატებიც თვითონ მაცხოვარ მოგცა ამის მაგალითი ხელთუქმნელი ხატის და ვიცი აი ესეთი რა მინდოდა დღეს მეთქვა ცოტა ვერავარ რაღაც ფიზიკურად ვერავარ და მინდა დავამთავრო იმით ჩემო ძვირფასებო რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ ჩვენ თუ მართალია დღეს მოციქულები არ არიან ჩვენი მოძღვრები მაგრამ როგორი ხალხი დაგვიტოვა ღმერთმა აი დღეს პატრიარქს აღარ ვამბობ 50 წელი ვის საფარულ ქვეშ და ვის მეოხები ვის ქვეშ ვიყავით ჩვენი ძვირფას პატრიარქს მაგრამ აი ახლა მე მინდა ჩამოვთვალო თქვენ იცით რომ ეპისკოპოსები მით უმეტეს და მღვდლები პირდაპირ წერია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში რომ მღვდელი მარტო სულიერად კი არა ესე იგი მარტო სულიერი პატივი კი არა არამედ ამ ქვეყნიურ პატივითაც აი ვთქვათ მეფეები ხო დღევანდელი მასში პრეზიდენტები აღემატება ყველა პატივს ღლობის პატივი ჩემო ძვირფასო გამიგეთ და იმიტომ თქვი რომ ერთი უნდომღდელი სოფლიდან ერთი სოფლელი უნდომღდელი მეტია ვიდრე ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი გამიგეთ და რა ხალხი გვყავს დღეს აი ნახეთ ღმერთმა პატრიარქიშიო მესამე როგორ ყველა შეგვაყარა თავი როგორ ყველას უყვარს პატრიარქიშიო და მე ფიქრობ ღმერთმა დღეგრძელობა მიცეს რომ პატრიარქიშიო ბევრ რამეს გააკეთებს დიდ ძალ საქმეს გააკეთებს საქართველოს ეკლესიაში წარმოიდგინეთ რა ბედნიერები ვართ რომ ყავს ისეთი ეპისკოპოსები როგორც არის მეუფე დანიელი ოღონდ დანიელი იცით ჩემი ძალიან ახლობელი ბიძაა ჩემი და ამის გამო არ ვამბობ მე ობიექტურად ვამბობ მეუფე დანიელი არის ნამდვილი გმირი კაცი რომელმაც 40 ჯერ შემოიარა ნინოს გზა ფეხით გესმით თქვენ ნინოს გზა ფეხით 40 და ეხლაც აპირებს მე მგონი 70 წლის კაცი 71-ს გახდა უკვე ხო გერასიმე არ ჯერ გერასიმე მეუფე გერასიმე ჩემო ძვირფასო
მარტო თეოდორე, დავით მახარაძე, გურიის მიტროპოლიტი იოსები, სტეფანე, აი ამათი მარტო დასახელება დიმიტრი, გრიგოლ კაცია, სხვათა შორის გრიგოლ კაცია მსოფლიო მნიშვნელობის ქირურგია. მსოფლიო მნიშვნელობის. ხო, საოცარი პიროვნებაა და აი ეპისკოპოსია უკვე და ის მოგიყევით ხო რო აღარ განმეორდეთ, მოგიყევით ხო გრიგოლ კაცია რო ვერ ვიცანი, მოუყევი ხო? მოუყევი. ხო, ეხლა მღვდლებიდან არქიმანდრიტი რაფაელი რო დავასახელოთ მარტო ჩემო ძვირფასო. რამხელა ძლიერება ჩვენთვის რომ არსებობს არქიმანდრიტი რაფაელი. ცოცხალია 94 წლისაა, ძალიან სუსტად არის ეხლა, მაგრამ მაინც ესე იგი არქიმანდრიტი რაფაელი ამის შემდეგ ვინღა უნდა დავასახელოთ, მაგრამ მაინც დავასახელებ. ეს რაღაც იმნაირად არის გალაქტიონის შემდეგ რომ ვინმე პოეტი დაასახელო, ხო? მაგრამ ყავდა მაინც კაი პოეტები, ტიძიანტაბიძე, პაოლო იაშვილი, ხო? მაგრამ გალაქტიონი სხვა იყო, აი ესია არქიმანდრიტი რაფაელი. წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ ამ სოფლიო მნიშვნელობის ამ უდიდეს მამის საფარქვეში. არქიმანდრიტი რაფაელი. ნახეთ, აი როგორი ერთი ქადაგების დაბოლოება მინდა წაგიკითხოთ ისა რა ქვია მამა რაფაელის და პრაქტიკულად ამ დავამთავროთ, თუმცა მე მინდა კიდე ჩამოვთვალოთ ძალიან ბევრი მღვდლები. არქიმანდრიტი ბასილ ანთაძე, რომელმაც მისი მონასტერი ქალებს იქ არ უშვებენ, რო ნახოთ საოცრება გააკეთა, სასწაული გააკეთა პატრიარქმა რო ნახა, მაშინ იღუმენი იყო და ეგრევე დააჯილდოვა არქიმანდრიტობის წოდებით. ნახეთ რას ამბობს მამა რაფაელი თავის ქადაგებაში. თანამედროვე მოქრისტიანო ლიბერალებს სიყვარულის ლოზუნგით სურთ ამ ქვეყნიურ ზღვაში ჩაახჩონ, გააქრონ ეკლესია. და საშინელი სამჟავრია, რომ წარმოადგინონ როგორც საყოველთაო ამინისტია ცოდვილებისა და დემონებისათვის. ჰუმანიზმის და ლიბერალიზმის წარმომადგენელი ერთი სახით იყო ძველი გველი, ეშმაკი, მაშინ გველში როში, რომელიც კეთილი მეგობრის სახით შეძვრა ედემში. როგორც ლიბერალმა პირველ მამების ყველა აკრძალვისაგან თავისუფლებისკენ მოუწოდა და სიკეთის და ბოროტების ხესთან პირველი რევოლუცია მოაწყო, როგორც ჰუმანისტმა კი აღუთქვა მაცდუნებელი შესაძლებლობა ღვთის გარეშე გახტომა ღმერთად, ახლა კი კაცობრიობის ეს მეგობარი ბრჭყალებში ადამიანის მაცდუნებელი მის შორეულ შთამომავლებს იგივე გველის სიმღერით აცდუნებს. ალბათ ამ ერთ გამონარიდში კარგად ჩანს რა პიროვნებაა მამა რაფაელი და როგორ ღრმად იცის ყველაფერი მაჯისცემა ეკლესიის, იცის შინაგანი განწყობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ვიცი, აი დღეს ამით დავამთავროთ. მე უბრალოდ მინდა რომ ამით თქვა, რომ ჩვენთან ღმერთია შემოძვირფასებო ყოველთვის და იქნება, როდესაც ესეთ ძვირფას პიროვნებებს გვერდით დაგვიყვენებს. მოდლებით შეიძლება ძალიან ბევრი ჩამოვთვალოთ. ძალიან ბევრი უპატიოსნესი მღვდლები, მამა ბესარიონი, მენაბდე, მისი ძმა მამაშიო, მენაბდე, დავით ისაკაძე, ზაქარია მარგალიტაძე, მამა კონსტანტინე ჯინჭარაძე, რომელიც სხვათა შორის ფილმში დედების მოგზაურობა იერუსალიმში, თუ ნანახი გაქვთ ეს ფილმი, პრემირებული ფილმია, იქ ხმის რეჟისორიც კარგი ყავს და იერუსალიმის ქუჩებში დადის მამა კონსტანტინე ჯვრით ხელში და ისეთი მუსიკაცაა და იერუსალიმს ანახებენ და აი გეგონება რომ იერუსალიმი და მამა კონსტანტინე შეწყმულიაო. უთხარი კიდევაც თვალსაჩინო რეჟისორმაც მითხრა იგივე მე რაც ვიფიქრე რომ აი ამ კადრებშიო როცა მამა კონსტანტინე დადის იერუსალიმშიო გეგონება რომ აი იერუსალიმი და მამა კონსტანტინე აი ერთიაო რა ერთი სიმფონია არისო და აი არ გასულა ცოტა ხანი და
იცით თქვენ იმ რეგიონში 31 რაღაცა ქვია 31 ქარხნის უბანი რო არის მამა 31 ქარხნის უბანი მამა კონსტანტინე აშენებს ახალ იერუსალიმს ჩემო ძვირფასო აი თვითონ ჭედავს თვითონ აკეთებს სპონსორსაც იპოვის და გააკეთებს და იმ პატარა გორაკზე კეთება ახალ იერუსალიმი როგორიც არის იერუსალიმი თავის გოლგოთით აღდგომის შობის ტაძრით და რაც არის პალესტინა რა ყველაფრით ჩემო ძვირფასო ნუ ასეთი აქ შესანიშნავი მღვდლებია მე არ ვარგი ვარ ერთი თორე დაჩენი კარგები მამა კახაბები მამა გიორგი მამა ხო და ლაზარე და მამა მირიანი ჩვენი საყვარელი მერე და აი ეს ხო დიდი შეწევნა ღვთისა რომელიც გვაძლევს ჩვენ ესეთ ხალხს რომლის საფარქვეშ ვარ ერის ხალხი ჩემო ძვირფასებო ძალიან მაგარი ერის ხალხი სასწაული ესე ძანძლიერება ყველა სფეროში ექიმებში რეჟისორები, მსახიობები, ყველა ერთად და ჩვენი საყვარელი მრევლი, რომლებიც ყველაზე დიდი ძალა არის მრევლის ლოცვა, ჩემო ძვირფასო. ჩათვალეთ, რომ მრევლის ლოცვა, აი საქმე მოციტყვია იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობს, რომ როდესაც მაშინ ცოტა იყო მრევლი, ხო? პეტრე დააპატიმრეს, მრევლი ლოცულობდაო და ამ მრევლის ლოცვით მოხდა ის, რომ პეტრე დახსნილ იქნა ციხიდან, ჩემო ძვირფასო. ამიტომ აი ამ ჩვენი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი მრევლის ლოცვა არის დიდი სასწაული, რასაც ჩვენ საქართველოში ხედავთ, რომ ყველგან ომია, ყველგან რაღაც საშინელება და ჩვენი ქვეყანა უბრალოდ სასწაულად არის დაფარული ღვთისაგან. ჩვენთან არის ხმები. ჩემო ძვირფასებო, მე დღეს ვერ მოვდივართ მამა